მოშემოგიერთდით? დიახ, თქვენ დიახ, მოგესალმებით, ითიშება რატომღაც. ეხლა ითიშება? არა, მაგრამ თქვენი სახე არ ჩანს ქალბატონო მარინა, შავად არის აი ეკრანი. როგორ რატო? არ ვიცი. კამერა ერთი წუთი. მოდი გავალ და ახლიდან გავაკეთოთ. მაშინ გადით ეთერიდან და ხელახლა მოითხოვეთ შემოსვლა ეთერში. არ ჩანვარ? სამწუხაროდ არა, მაგრამ მოდი მაინც დავიწყოთ რა. აუდიოთი ხო არ ჩავერთო, კამერით ვერთვები და შეიძლება კამერით რო ვერთვები, მაგიტო არამე. კარგით, მაშინ გადადით აუდიო ფუნქციაზე. აბა ერთი წუთი. როგორ გადავიდე, ხა ახლიდან გავაკეთებ ამას, ერთი წამი გავალ და კი ბატონო. ერთი წუთი. აუდიო კოლი გავაკეთე, აბა იქნებ ესე გამოჩნდებ. ჩანვარ? ჯერ არა, არ ჩანხართ. აბა რა ჯანდაბაჭირს ამას ვერ გავიგე, რატო ვერ გიერთდებით? არა უშავს, თავარი არის ის, რასაც თქვენ მოყვებით და საზოგადოებას ვაბობთ. რახან ვერ ვახერხებ დაუშვათ შემოერთებას ვიზუალით, ყველა მიცნობს მე ხა მე ახალი ადამიანი არა ვარ, რომ ისეთი ადამიანი არა ვარ, რომ არ იცოდნენ ვინა ვარ და რა ვარ. კი ბატონო, ეს პირდაპირ ეთერი შეგახსენებთ, ქალბატონო მარინა გადის ეხლა გადის როგორც ჩემს პირად პროფილზე, ასევე თქვენს პირად პროფილზეც. ძალიან კარგი. მოგესალმებით. გვიყურებს როგორც თქვენი Facebook მეგობრები, ასევე ჩემებიც. ძალიან კარგი, მიხარია. ძალიან კარგი, ცუდი, იყოს პრინციპში ჩემი ხმა იყოს, რაღაცა ვერ ვქენი, კამერა ვერ ჩავთე, თუმცა არა აქვს ახლა ამას მნიშვნელობა, თავარია რომ ჩვენ ვილაპარაკოთ პრობლემაზე. სანამ თქვენ დაგელაპარაკებოდით თამიკავშირ და დედოფლის წყაროს პოლიციის უფროსის მოადგილე, საკმაოდ კულტურული და წესიერი ადამიანი ბატონი ვალერი, რომელთანაც ჩვენ ეს საკითხი გავიარეთ და დეტალებში ჩავედით. ხა მათგან წერილს ველოდები და შემდგომში უკვე რას ვაკეთებთ, რა ნაბიჯებს გამთ, ამის ესე წაყურადება არ შეიძლება, იმიტომ რომ ზოგადად ის სტილი, რა სტილითაც მუშაობს გურჯაანის თავშესაფარი არის დაუშვებელი თითის გაშვერით, მტკიცებულებების გარეშე, ვიღაცების დარეკვით, ეს არის კატეგორიულად დაუშვებელი. ეს ეტაპები სხვა თავშესაფარი მაგალითად იყო თბილისის მონიტორინგშიც, წინა ხელმძღვანელის პირობებში და ნელ-ნელა ეს ყველაფერი საკმაოდ, ახლა ვერ ვიტყვი 100%-ით, მაგრამ ძალიან დიდი პროცენტით გამოსწორდა და ილუსტრირება ხდება. ხა ყველგან არის რაღაცა პატარა დარღვევები და გადაცდომები, მაგრამ გურჯაანის თავშესაფარში რაც ხდება, თუ რაც ქვია თავშესაფარი არ ქვია, კასტრაციის და სტერილიზაციის ცენტრია და ხა თავშესაფარს გამოვიყენ, მე არ გამიკორექტირონ. და ხა კასტრაციის და სტერილიზაციის ცენტრი ცოტა ისე სათქმელია, თუმცა ეგ არის, ხდება სრული განუკითხაობა. აი არ ვიცი რა ვქნა და საიდან დავიწყო და რა ველაპარაკო. ესე იგი აუღებელი ციხესიმაგრეა ეს გურჯაანი. იმიტომ რომ კაცი გაკივის, რომ მე ვარ სამართალი, მე ვარ სახელმწიფო, რასაც მინდა ვიზამ და რეალურად ესე აკეთებს. ყველას ბლოკავს, შიგნით თითქმის მარტო კეთილმოსურნეებს უშვებს, ძაღლებს თითის გაშვერით იჭერს, გაუგებელი მიმართულებით როგორც ამბობს აგდებს, ჩაწერა არ მიმდინარეობს, ვიდეო ჩაწერა. არაფერი არ არის, რა მოკლედ არის სრული ჯუნგლები, მოდით ესე ვთქვა, ჯოჯოხეთი, ჯუნგლებს კიდე თავის წესი და კანონი აქვს და ამას არ აქვს. არაფერი არ გააჩნია. და ნათელი მაგალითი რაც მოხდა დედოფლის წყაროს სუგასთან მიმართებაში. სუგა არ ჩანს, ვითომ ეძებენ, მაგრამ რეალურად მესამე დღეა მე ვითხოვ ძაღლის ადარი მითხარით. სადღაც გადავსვით, იმედია ძაღლი გამოჩნდება, თუმცა მე ამის იმედი მართალი გითხრათ არ მაქვს. რაღაც ამისაბებს, აი რა ხდება კერძოდ გურჯაანში უფრო კონკრეტულად რომ მოუყვეთ მაყურებელს თუ შეიძლება რა ხდება ჩემო კარგო, კიდევ ერთხელ ვიძახი. ჩემთვის როგორც არასამთავრობოსთვის თავარია ყველაფერი იყოს ილუსტრირებული და მიკვლევადი, ხო?
ძაღლის აყვანის მომენტი, გაშვების მომენტი, მისი აღრიცხვიანობა, ბაზა, ტელეფონზე როცა რეკავ უნდა იწერებოდეს ეს ყველაფერი. ადამიანებს უნდა კონდეთ ადამიანებს პროვოკატორებს არ ვიძახი, იმიტომ რომ არიან რომ არ აინტერესებთ ურთიერთობის მოგვარება და პროვოკაციებზე არიან აწყობილები. ვითომ მოყვარულებს გულისხმობ, ესეთების ბევრია, მაგრამ მე ვიძახი იმ ადამიანებს, ვის რეალურად ცხოველები გვიყვარს და გვაინტერესებს, ხო, ეს დაალაგდეს ეს თემა. ასევე უყურეთ, ძაღლი ეხა მითხრა მე ავიყვანე წერილი საფუძველზე, მიდევს ხო, ჩემი შეტყობინება. მე დაწერა იმან, რას ქვია დაწერა იმან, სად არის მტკიცებულება რომ აგრესიულია? რითი მტკიცდება რომ ძაღლი აგრესიული იყო? სად არის დაკბენის საბუთი? სურათი ჩვენება გადაღება რომ ნამდვილად ადამიანმა აჩვენა რომ ძაღლმა დაკბინა, ასე დროსაც თავის ადგილზე ბრუნდება. გადასმა დაუშვებელია. სად არის ექიმის ცნობა? ანუ ჟავრაშვილი რა მე აი დავარდი გავაკეთე რაც მინდა, კაცი გაკების სახელმწიფო ვარო და ხარ აღარ ველაპარაკო. კაცი თავშესაფარს მართავს SSRK-ს მეთოდებით. მოკალი, დაკალი, ჩაკალი, დაწვი, რა ვიცი, კატასტროფა ხდება რა. მოდით კონკრეტულ ფაქტზე ვილაპარაკოთ. ძაღლი გადაყვანილი იყო აგრესიის საფუძველზე. მე ვერ ვიტყვი რომ ძაღლი არ იყო, ან იყო აგრესიული. მაჩვენო მტკიცებულება. მტკიცებულების გარეშე ეს არის ნარატივი, ხო? ძაღლი ხო ვერ იტყვის არა ვარ აგრესიული და თავს ხოლმე გაიცავს. მექანიზმი ეს ვერ იქნება. თითი გამიშვირეს წერილი დასნა, წერილს დაწერს ყველა. წერილს დაწერს სრულიად საქართველო და რა გავაკეთოთ, საწავიყვანო ძაღლები იქნებ მიპასუხოთ და მითხრა. თქვენ შეიძლება ამ აზავრაშულმა მოკლა, ასე ვთქვათ, უკვე და მკვდრები არიან ძაღლი. მე არ ვიცი ძაღლი მოკლა თუ არა, მაგრამ ძაღლი არ ჩანს. ძაღლი გადაყვანილი იყო აგრესიის საფუძველზე, მტკიცებულებას ვერ ვხედავ და ძაღლი გაქრა. ეს პირობთ არ ხდება. ეს ხშირად ხდება. ეს ეტაპი გაიარა ყველა, მათ შორის თბილისის მონიტორინგმაც ყოფილმა ხელმძღვანელობის ხელში. ეხლა ეს მინიმუმამდეა დასული ეს შეცდომები, ასე ვთქვათ, ან მსგავსი ქმედებები. მე თითქმის აღარ შემხვედრია და თუ რაღაცა გამონაკლისის შემთხვევები, ამაზე ვსაუბრობთ გახსნილად თბილისის მონიტორინგთან და ვალაგებთ, რომ მაქსიმალურად იყოს რუსტრირებული და კაც დაკეტილია კარები და იძახის ციხესიმაგრედ გადააქციეს გურჯაანის თავშესაფარი. ოფიციალური ციხესიმაგრე აქვს, აღტრევანი აქვს და რასაც უნდა იმას აკეთებს. აქ ეს არის პრობლემა. შინაგან სამინისტრომ თბილისში ან კახეთის პოლიციის დეპარტამენტმა იციან ეს რაც ხდება კახეთში არიან? კი, რა თქმა უნდა, მე ყველა შეტყობინება გაგზავნილი მაქვს, მოთხოვნილი მაქვს, რომ დაიწყოს მოკვლევა და მონიტორინგი. ეხა მითხრეს, მოკლედ ყოფილან ზავრაშულთან და მომწერენ ოფიციალური წერილით. ძაღლი არ ჩანს. წაყვანილია აგრესიის საფუძველზე, მტკიცებულებას ვერ ვხედავ. ჩართულობას გურჯაანის თავშესაფარი ფაქტობრივად არ თანამშრომლობს. ან ჩემთან დამირეკონ მითხრა რომ ქალტომარნე ეს იყო ის იყო. ანუ ბოდიშვიხი რა ძველი ბიჭები არიან და რასაც უნდა აკეთებენ და პირველ რიგში ამ გუნდს და პირველ რიგში მთავრობას უკეთებს სულს ესეთი ადამიანი. ესეთი ადამიანები პირველ რიგში არიან ჩასახსნელები იმ კურსიდან, რაც ავიღეთ და ვიძახით რომ deep state-ი აქ უნდა დამთავრდეს. ეს ადამიანი აშკარად პირველ რიგში არ წვენს აი ამ სიტუაციას. და გონია რომ ესეა, ტყუილა გონია. იმიტომ რომ არ მგონია რომ ვინმეს ეხლა მაგის საქციელი მოწონდეს სადმე. ეხლა ერთი ორი ადამიანი ან ვინმე თუ კრიშავს, ეს არ ნიშნავს რომ ზოგადად სახელმწიფო მას თავზე ხელს გადაუსვამს. გამორიცხულია. მე ვნახე თქვენს პროფილზე ვიდეო სადაც აღბეჭდილია თქვენ რომ რეკავთ ტელეფონზე, მობილურ ტელეფონზე და რომ ყავხართ, ასე ვთქვათ, ტელეფონზე დაბლოკილი. კი ბატონო. აი თუ შეიძლება რომ თქვათ არა, თანამშრომელს. კი ბატონო, ამაზე ეხლა ჩვენ ვისაუბრეთ ბატონ ვალერისთან, ამასთან დაკავშირებით გამიკეთდა განმარტება რომ იყო ხარვეზი. არა მგონია რომ ხარვეზი იყო, ამასთან დაკავშირებით მოიხადეს ბოდიში და შესაბამისად შიდა მოკვლევას გააკეთებენ. ეს ჩემის აზრით ხარვეზი არ ყოფილა. ჩემი აზრით დროებით დაგბლოკათ, ეგონა რომ შეეშვებოდით და შეიძლება უყურეთ ნებისმიერ ეხა ჩვენ აზრს აქვს არსებობის სრული უფლება. დიახ. ან უბრალოდ პასუხი არ ქონდა.
და ხო იცით როგორც ხდება, როცა არ იცის რა მიპასუხოს, მომიციო ცოტა ხანი თავიდან. ხო, დაიმალა ბუჩქებში ასე ვთქვათ. კი ბატონო, ზუსტად ესეა. რაზეც მე ხა პოლიციის უფროსის მოადგილესთან ვისაუბრე ბატონ ვალერისთან. და მაინტერესებს და შეტყობინებების გავაკეთე გენერალურში, რომ მსგავსი ქმედება პოლიციელების უმკაცრესად უნდა იყოს მომავალში რეაგირებული და დასჯილი. ერთ პოსტში იყო ესეთი დანაწერი, რომ 8-ვე მუნიციპალიტეტი აფარებს ხელს ამ კაცს, კრიშავს ასე ვთქვათ. აფარებს არა, აფინანსებს. უყურეთ, მე არ მithქვამს კრიშავს. არა, თქვენზე მას ვიღაცა კრიშავს, მაგრამ 8 ეგეთი რამე არ ყოფილა, 8 მუნიციპალიტეტი აფინანსებს. ვინ კრიშავს? ერთმა ღმერთმა იცის. გამოიძიოს გამოძიება. მე და თქვენ ფაქტია, რომ ან კრიშავს, თუ არ კრიშავს, ეს კაცი ძალიან ბევრს ბედავს და თუ ამდენს ბედავს, სახშია დასასვლელი სასწრაფო წესი და შემდგომში უკვე გამოძიების თემა საწავა. მე და თქვენ სამწუხაროდ ამას ვერ დავადგენთ, ხო? ჩვენ მხოლოდ მონიტორინგი უნდა გავთ. ფაქტია, რომ კაცს ძალიან ბევრი დარღვევა აქვს და არ მოხდა არც ერთხელ მისი შეჩერება და საქმის გამოძიება. და როგორც დამეთანხმებით, ეს არის უკვე სისხლის სამართლის დანაშაული. უყურეთ, ძაღლი როდესაც ხრება, როდესაც მისი აყვანა ხდება უმიზეზოდ, ან დაუსაბუთებელი მიზეზით, მე სად გავიგო ის ძაღლი ჩასვეს თუ დაწვეს. აი მითხრა თქვენ რამე იცით ამის შესახებ? არაფერი არ დადოს გურჯაანმა მტკიცებულება ძაღლს რა უყო. კადრი დაგვიდოს რომ გაუშვა. წინააღმდეგ შემთხვევაში მე მაქვს ლეგიტიმური უფლება, რომ ძაღლი არის მორიგი ძაღლი არის მოკლული. დაამტკიცონ რომ ესე არ არის და მე მივესალმები ამას და ძაღლის გამოაჩინო სად არის. კარგი, რას ვაპირებთ 6 აპრილს 11 საათზე ხალხს რო უთხრა. 6 აპრილს უნდა გავაგებინოთ ზავრაშვილს, რომ ის არ არის სახელმწიფო და სახელმწიფო ვართ ჩვენ. უნდა გავაგებინოთ რაიონს და სრულიად საქართველოს, რომ მსგავსი ადამიანების ადგილი საჯარო უწყებებში აღარ არის. ეს არის ჩემი მიზანი. ყოველგვარი პოლიტიკური, ეს არის საჯარო მოხელე და საჯარო მოხელე პოლიტიკა ვერ იქნება. თუმცა პირველ რიგში დგება პასუხისმგებლობა იმ ადამიანების, ვისი ქვემდგომიც, ანუ სუბორდინაციით, ვისაც ის ემორჩილება ამ წუთში. ისმენ ჩემო კარგო. ერთი კითხვა მაქვს ბატონო მარინა, თქვენთან აი რამდენი ხანია რაც ეს ამ დანაშაულის შესახებ შეიტყვეთ თქვენ პირადად? მესამე დღეა. მესამე შესაძლო სავარაუდო დანაშაულის რომ არ მოგვედაონ უყურეთ ჩემო კარგო ადამიანო, სავარაუდო დანაშაული. და ჩვენ მაინც არ უნდა დავარღვიოთ უდანაშაულის პრეზუმპცია. ეს პირველად არ ხდება, რომ ძაღლები ხრება. და 6 აპრილს როდის არის სად არის უფრო სწორად ჩანიშნული ეს თქვენი დაანონსებული საპროტესტო აქცია? გურჯაანში ჩავალთ, სავარაუდოდ მივალთ ამ ადამიანის პირად საცხოვრებელ ადგილას, და საჯარო მოხელე და ჩვენ ამის კანონით უფლება მე როგორც ვიცი გვაქვს, მე რა თქმა უნდა ცენტრში. რომ გაიგოს ყველამ ჩვენი ხმა. მე ამას პირველად არ ვაკეთებ, ანალოგიური აქცია ცენტრში გავაკეთეთ დუშეთში, რომლის შემდგომაც ძაღლების ხოცვა შეჩერდა. ყოველდღე ძაღლს წამლავდნენ, ამის შემდგომ ძაღლების ხოცვა გაჩერდა. მოკლედ 6 აპრილს 11 საათზე იქ გურჯაანში უნდა ვიყოთ თუ 11 საათზე არა, აქედან გავდივართ, აქედან. ნუ რამდენი დროც დაგჭირდება გურჯაანში ჩასასვლელად. და მინდა ერთი რამე ვთხოვოთ. ნები ხო, გასაგებია რომ საჯარო მოხელა და ავტომატურად საჯარო და უწყებების საკითხები დგება, მაგრამ ნებისმიერი პოლიტიზირება ამ საქმის. ჩემს მიერ იქნება პირადად სამართალ დამცავებს მიმართავ, ყველა ის ადამიანის ამის პოლიტიზირებას გააკეთებს, მე მათ ვუჩივლებ. იმიტომ რომ უყურეთ რატომ, მათ უფლება აქვს მოიქცენ როგორც უნდა, მაგრამ თემის პოლიტიზირება კიდევ ერთხელ გააძლიერებს ზავრაშვილს. და თემა შეიყვანს ჩიხში, ეს დაუშვებელი ახლა. ზავრაშვილმა პასუხი უნდა აგოს და პასუხი მოგცეს, რატომ იქცევა ასე და დაასაბუთოს მისი ქმედებების მართებულობა. და ეს პოლიტიზირებულად ნამდვილად ვერ გამოვა. თქვენ თუ აპირებთ ივენთის სახით, ანუ ღონისძიების სახით პოსტის დადებას, რათა
6 აპრილის ღონისძიების პოსტის დადებას, რათა აი, უფრო უყურეთ, მეტმა ადამიანმა ლალიკო, ჩემო საყვარელო, ვინც ასევე ჩართული ამ საქმეში, ხვალ ივენს ამ თემასთან გაკავშირებით გააკეთებს და მე აუცილებლად ამას გეტყვი. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან მიხარია და თუ ეს ასე ვთქვათ, სავარაუდო დანაშაულის ამბავი თუ შეატყობინეთ, ანუ ასე ვთქვათ, ან TV პირველს, ან ფორმულას, ან ფავარს რო შემიტყობინებია, იმიტომ რომ მე კიდევ ერთხელ ვიძახი, არ მინდა რომ ეს იყოს პოლიტიზირებული ბოდიშვიხტი, მაგრამ ეს არხები ეგრევე პოლიტიზირებაზე გადავლენ, მე კატეგორიულად არ მინდა. ჩვენ უნდა ეს არის მოქალაქეობრივი პროტესტი. ეს არის ჩემი პროტესტი, როგორც არა მარტო არასამთავრობოზე ადამიანს, რომელსაც უნდა რომ საჯარო უწყებებში მსგავსი deep state-ები აღარ ვნახო. ფაქტობრივად ლუსტრირება მიდის დღეს, ხო? დიახ. და უნდა მიდიოდეს თუ არ მიდის. ღრმად ფესვებ გადგმულად. ამიტომ ხა მე თუმცა არ ვიძახი რომ მე არ ვითანამშრომლებ ჩემთან, ნებისმიერ ტელევიზიაში შეუულია აპოლიტიკური ურთიერთობა და თუ ეხა იქ დამახინჯებენ პოლიტიკურ სარჩულებს დაუდებენ ლანძღვა წავა, წყევლა წავა და გინება წავა. ჩემთან ეს არის დაუშვებელი, იმიტომ რომ ჩვენ უნდა ვიყოთ საქმის მოგვარებაზე ორიენტირებულები. და არა პირადი პლუსების და რაღაცა იმეების, კაი ბიჭობა და კაი ქალობის პლუსების დაწერაზე ორიენტირებულები. სადაც გინდათ იქ ილოცეთ. რომელ პარტიასაც გინდათ პატივი ეცით, მაგრამ მხოლოდ საქმეზე ორიენტირებულად და არა პროვოკაციულად. მე გახლავართ ქალბატონი მარინა, ჩემთან დაუშვებელია ესეთი რამების კეთება. და დამნაშავე აუცილებლად უნდა დასაჯოს გუნდმა, რომელსაც ხელი წაფება და პირდაპირ ვალდებულება აქვს ამის კეთების. და დამიჯერეთ არავინ ამას თავზე ხელს არ გადაუსვამს. და თუ გადაუსვამს, ის თვითონაც დაიშჩება. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით 6 აპრილს 11 საათზე რო დავართ და ჩავალთ გურჯაანში და მივალთ იმ ზავრაშვილის იმ მანიაკის სახლთან, ყველა ვარიანტი მგონია რომ იქ დაგხვდება საპატრულო პოლიცია. უნდა დაგხვდეს, ჩვენ თვითონ გამოვიძახებთ, იმიტომ რომ არავინ მოაწყოს პროვოკაცია. ეს არის სავალდებულო პროტოკოლი. ასე რომ ნამდვილად პირიქით უნდა იყოს იქ საპატრულო პოლიცია. თუ თვითონ არ გამოიძახებენ, ჩვენ გამოვიძახებთ, როცა ჩავალთ. ეს ჩვეულებრივი პროცედურაა. ასე უნდა იყოს ეს ყველაფერი. და ჩვენც უნდა მოვიქცეთ ისე, რომ არანაირი პროვოკაცია იქ არ მოხდეს. ამიტომ სავარაუდოდ იქნება მდუმარე პერსონალსი მხოლოდ სასტვენებით ხელში. და სახლის ზავრაშვილის საცხოვრებელი სახლის შემდეგ უკვე სავარაუდოდ ალბათ ცენტრში გადმოვინაცვლებთ, სადაც პლაკატებით ხელში ვიტყვით, რომ ჩვენ არ გვინდა ასეთი ხელმძღვანელები, ჩვენ გვინდა ადამიანები, ვინც როგორც სფეროს, ასევე საქართველოს, ასევე იმ გუნდს, რომელიც ამ წუთში სათავეშია და მომავალში იქნება, ხო, ეხა იცვლება, ხან ესენი იქნებიან, ხან ვიღაცები იქნებიან, ღირსეულად მოემსახურება საქართველოს. და არ შეარცხვეს არავის. ეხა ერთი ზავრაშვილის გულისთვის სულიად ის ვერ აგებს პასუხს, მაგრამ ვისაც ხელ ეწაფება ამ კაცის შეჩერება, უნდა შეაჩეროს. თორემ შევაჩეროთ ჩვენ. შევაჩეროთ. სახელმწიფო, ჩემო კარგო ადამიანო ვართ ჩვენ. რა დაკვეთასაც გავუშვებთ, რა მოქალაქეობრივი მზაობაც გვექნება, აბსოლუტურად იმაზე აეწყობა ნებისმიერი ქვეყანა. და ჩვენ თუ ვიქნებით სტაგნაციაში, არაფერი არ მოხდება, მაგრამ აქცენტები უნდა დაიდოს სწორად. არა პოლიტიზირებულად. პოლიტიზირება არის ამ საქმის, თუ როგორ ვთქვა, ამის წისქვილზე წყალის დასხმა. ზავრაშვილის წისქვილს გულისხმობ. დიახ და ზავრაშვილს ამის შედეგად გაეხსნება უფრო გზა. უფრო მეტად გაეხსნება ხელფეხი, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ პოლიტიზირება შიხში შეგვიყვანს და რეალურად ძირითადი კურსიდან გადაგვაგდებს გვერდს. და თუ კი ვინმეს რამე უნდა სხვა რამე გააკეთოს, მე არ უშლი. ნებისმიერი რამ გააკეთოს, რაც მათ უნდათ. ჩემთან მე მკაცრად ვთქვი, რა არის ჩემი კურსი და რაზე უნდა ვიყოთ ორიენტირებულები, როცა კონკრეტული საკითხები გამოგვაქვს საშკარაოს. და რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეს არის იმ გუნდის ვალდებულება, რომელიც ახლა არის სათავეში. აუცილებლად, ამას ვერავერიდებით ესია, ხო? დიახ. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი იქნება ღირსეულად ნათელი მოიფინება და გურჯაანში ეს
ხაჯეთის ციხესიმაგრე გაიხსნება და ჯოჯოხეთი ცხოველების დამთავრდება და კონსტრუქციული ურთიერთობები იქნება მომავალში. ღმერთმახნას ყველაფერი გამოგვივიდეს და უნდა ქნას ღმერთის სიზამს და ჩვენ უნდა ვქნათ ეს კიდევ ერთხელ ვიძახი სწორი და კონსტრუქციული ნაბიჯებით. და წელოთივილი და იმითი რა ქვია ისერიით. მე თქვენს გვერდით მიგულეთ ყველანაირად დაგიხარეთ. მადლობა აი ამ ჩართვისთვის შემოგევლეთ და ძალიან ხშირად უნდა ვიყოთ ჩვენ ლუსტრირებულები, ძალიან ხშირად უნდა ვიყოთ ღია ეთერებში, ოღონდ კიდევ ერთხელ და კონსტრუქციულად რომ საბოლოო ჯამში მივიღოთ ღირსეული სახელმწიფო. სადაც პირველ რიგში მოქალაქეს ეცოდინება გვეყოლება ღირსეული საქმეზე ორიენტირებული მოქალაქეები. ასევე სახელმწიფოს აეწყობა მე ამას. ჩვენ უნდა ვიყოთ პირველ რიგში ძალიან ღირსეულები კანონმოშიშები და გვიყვარდეს ჩვენი სამშობლო. ეს არის მთავარი. და არ მივხვდეთ ასეთ მანიაკ ადამიანებს პარპაშის უფლებას. არავითარ შემთხვევაში, იმიტომ ასეთები ნებისმიერ მთავრობას, ნებისმიერ ცივილურ ქვეყანას ყავს და იქ საზოგადოება ამაზე რეაგირებს და აღსრულება ხდება მყისიერად. ჩვენს ასე უნდა მოიქცეთ და იმედი მაქვს ასე იქნება უახლოეს მომავალში. მე ამ იმედს ვიტოვებ. კარგი, დაველოდოთ 6 აპრილს, 6 რიცხვს, კვირა დღეს, ხალხნო, შეგახსენებთ ქალბატონი მარინა თავის თანამოაზრეებთან ერთად აპირებს დაანონსებულია აქცია. ერთ რამეში ჩაგერთვებით ბოდიში, სულ რომ მარტო წავიდე. აი სულ რომ მარტო ვიყო. მე ჩემ პროტესტს მარტო დავაფიქსირებ, იმიტომ რომ სახელმწიფო არის ერთი კაცი. მე და თქვენ ცალკე უკვე ვართ სახელმწიფო და მე არ მომწონს რაც ხდება. ეს დაუშვებელი. მაგრამ ნუ მარტო ნამდვილად არ ვიქნები. ხა რამდენიც ვიქნებით, 5 ვიქნებით, 10 ვიქნებით, 20 ვიქნებით. ჩვენ პროტესტს ვიტყვით. და დანარჩენი მოუწოდებ ყველას რომ კონსტრუქციულად თავიანთი პროტესტები გამოხატო. მოკლედ 6 აპრილს კვირა დღეს 11 საათზე გავდივართ, ვისაც სურვილი გაქვთ, დააფიქსიროთ თქვენი აზრი და გააპროტესტოთ ის უმსგავსობა, ის მანიაკობა და ღორობა და სატანიზმი, რაც გურჯაანში ხდება, სადაც არის კრემატორიუმი და სადაც თემურ ზავრაშვილი ცოცხლად წვავს ზაღლებს და ამით შოულობს ფულს. არა მარტო ფულს და 8 მუნიციპალიტეტი აფინანსებს მას, რომ ეს საქმე გააკეთოს. ამის აღსაკვეთად მივდივართ 6 აპრილს. მე აკეთებ ბოდიში ვიხდი უყურეთ, აი ხა რაც ვთქვით ხო, მე არ ვაკორექტირებ, ადამიანი წვავს ცოცხლად ზაღლებს ვამბობთ, ვინაიდან კიდენ ხო ვიძახი დავისვათ ადამიანის ასე ვთქვათ, უდანაშაულობის პრეზუმპცია, თუმცა არსებობს მთელი რიგი, ხო იცით როგორ არის ბოლი ცეცხლის გარეშე თუ ცეცხლი თუ როგორ არის არ არსებობს, მაგრამ მოდით მაინც ბრალდებით ფორმაში ნუ ვილაპარაკებ და წავყვეთ ფაქტებს, რომ ვინმე არ მოგდოს შარი, რომ ჩვენ ვიღაცას ბრალდებებს უყენებთ. ჩვენ გვაქვს დავაყოლოთ, რომ ესე ხდება, გვაქვს ეჭვი და გვაქვს მთელი რიგი საკითხები, რომ ეს ეჭვი არის მართებული. დანარჩენ მივანდოთ სამართალდამცავ ორგანოებს. ბატონო და არის თუ არა მართებული, ეს გამოჩნდება 6 აპრილს, როდესაც ჩვენ ჩავალთ გურჯაანში. ხო გენაცვალე. ასე გავაკეთოთ. დანარჩენი მთელი რიგი საკითხებია შეტანილი, მთელი რიგი თვითმხილველები და ადამიანები არიან, ვინც ამას გაკივიან და გამოძიებამ და ასე ვთქვათ ჩვენმა ერთიანობამ ამას უნდა ნათელი მოფინოს. უმცირე ეს კაცი უნდა ჩამოშორდეს ამ თავშესაფარს, რომ ჩვენი უფლებების და ცხოველების უფლებების იყოს დაცული და მოდი ბრალდებებისგან აი ესეთი მტკიცებულებით ფორმიდან შევიკავოთ თავი, რომ შემდგომში აქეთ არ დაგვიწყოს დავარო, ჩვენ მას უყენებთ ბრალდებს. ყველა ბრალდებას უნდა ქონდეს მტკიცებულება, თუმცა ცოცხალი ადამიანების სიტყვაც არის გარკვეულწილად მტკიცებულება. რა თქმა უნდა. გეთანხმებით სრულიად. მოკლედ, ვისაც გინდათ, ვისაც გაქვთ სურვილი, რომ დააფიქსიროთ თქვენი აზრი გურჯაანში, ჩემთან ერთად და ქალბატონ მარინასთან ერთად და მის თანამოაზრეებთან ერთად 6 აპრილს 11 საათზე მივდივართ გურჯაანში და თუ საიდან გავხდით და როგორ ეს დაანონსდება. ტალებში ივენთით გეტყვით, კი. სავარაუდოდ ლალიკო დადებს ივენთს, მე ამსალია ხოლმე და აი მას ვიმაშვები. კიდევ ერთხელ ვიძახი. ეს არის ჩვენი მდუმარე პერფორმანს აქცია, რომ ჩვენ როგორც მოქალაქეებს ეს ვტკივა და არ გვინდა, რომ სადმე გქონდეს ტახტრევანი და ციხესიმაგრე. დემოკრატიულ სახელმწიფოში ყველაფერი უნდა ხდებოდეს ლუსტრირებულად და საჯარო სექტორთან უნდა იყოს
ძალიან მჭიდრო და კონსტრუქციული ურთიერთობა. ჩავკეტავ მე ვარ და ჩემი ნაბადი არ გამოდგება და ვის ხამას გამოიყენებს ის თვითონვე თავისივე ნარატივის მსხვერპლი გახდება. აი ეს არის ჩემი ძალიან კოლაფსი, მე მგონი ყველას უფლებები იყო ძალიან უტრირებულად და ძალიან ესე ადამიანურად შევეხეთ და დავიცავით. ხო? ვუწოდებ რომ იყვნენ კონსტრუქციულები და ისე გააკეთონ ეს ხდება კომენტარი თუ დაუშვათ რაიმე შეფასება. არ მივიღებ არც ერთ ლანძღვას წყევლას, არა მე პოლიტიკურ განცხადებებს კიდე ერთხელ ვამბობ. ეს აზიანებს საკითხს და ამაგრებს და ტახტს უმაგრებს იმ ადამიანებს, ვინც სამწუხაროდ ჩადიან სავარაუდო დანაშაულს. სავარაუდო დანაშაულს. დანარჩენი გამოძიების და იმის თემა. მოკლედ ყინული უნდა გავღვეს ჩემო კეთილ ადამიანო, ჩემო მეგობარო და უნდა ნათელი მოიფინოს და შეწყდეს ეს ჯოჯოხეთი. აი ამიტომ ჩავდივართ ჩვენ გურჯაანში. სულ მცირე ამ ეტაპზე ეს უნდა შეწყდეს. და მე აქვე ვიტყვი იმასაც, რომ უკეთესი იქნება თუ ეს სასაკლაო, ასე ვთქვათ, სამუდამოდ დაილუქება. რა აუცილებლად. და ჰუმანური და მსოფლიოში ჰუმანური მოვეშვა მსოფლიოს ქართული ჰუმანური და გემრიელი მეთოდებით იქნება ეს ყველაფერი. ეს უნდა ჩართვა კიდე ჩვენ ეთერში. ვისა? ერთ ადამიანს უნდა ჩვენთან ეთერში ჩართვა, აგერ. ყურეთ, მე მოგისმენთ, როგორც უნდა დაგტოვოთ, იმიტომ რომ გაგვეთილი მაქვს. მოგისმენთ სიამოვნებით. კი ბატონო. კაი, ჩემო კარგო, მე როგორ გამოვერთვები, ესე ვთქვათ და უბრალოდ დავჩები მაყურებლად. კი ბატონო. ერთი წუთით. გამარჯობა კონსტანტინე. გამარჯობა დესა. როგორ ახართ? ძალიან კარგად. როგორ ვიგებ, მაგრამ როგორ ვიქნები მითხარი, ასეთი კადრები გავრცელდა და ასეთი აჟიოტაჟი გამოიწვია. ამასთან დაკავშირებით ჩაკეთე ხა ქალბატონ მარინასაც უსმენდი მე და ახლა მარინას ძალიან დიდი პატივისცემა ჩემგან და რა ვიცი. რაც შეეხება მაგ თავშესაფარს, ანუ მე ლაგოდეხის წარმომადგენელი ვარ, ანუ ზოგადად ჩემი თავშესაფარი მაგ ხა იქ. და ახლა ჩემ მეუღლისგან მივიღე შეტყობინება ერთი კვირა ზუსტად ეს ჩვენი ერთ-ერთი ძაღლი, რომელიც ყავს, ანუ ხშირად იცის ხოლმე გაბოდიალება ამ ძაღლმა რა. ნუ აღარა ჩანს, დაიკარგა, საერთოდ დააორთქლდა ძაღლი. არც გამოურიცხავ ერთი წამით, რომ ეს არის მათი წაყვანი იყო, რომ მერიიდანაც კი ბრძანება იყო გაცემული, ლაგოდეხის მერიიდან და მუნიციპალიტეტიდან, რომ აი ეს მისაფარი ცხოველები, რაც კი იყვნენ ტერიტორიაზე თქვა უღელტეხილზე, გარშემო სოფლებში, აბსოლუტურად უნდა წაეყვანა ამ ზავრაშვილს და მის ბანდას და უნდა დაეხოცათ ჩვეულებრივად. იმიტომ რომ ამ გზას მიმართეს. ეს ძალიან ისეთი შინაური წრიდან გამოჟონა ამ ინფორმაციამ და იქიდან ვიცი. ზავრაშვილს კიდე რაც შეეხება, მაგას ჯერ კიდევ ის ფაქტიც ვერ ვაპატიერო, ძლივს გადარჩენილი ძაღლი. კუპატას ისტორია ყველა მიცოდა. 3 წლის უკან ზუსტად კუპატა თელავიელი ძაღლი იყო. მანქანამ გადაუარა და ვიწვალეთ მისი ოპერაციის გულისთვის რა აღარ გავაკეთეთ, ამპუტაცია გავუკეთ ამ სოციალურ ძაღლს და შემდგომ ეს ძაღლი მყავდა მიკედლებული ერთ-ერთ თონესთან. და მომწია საქართველოს დატოვება თავშესაფარში მუშაობდი ესტონეთში მაგ პერიოდში და იქიდან რომ ჩამოვედი, აქ ძაღლი აღარ იყო. მე თრასე მონიტორინგი იყო მოსული გურჯაანიდან და წაიყვანესო. იქაც ძები სკანდალები ავტეხე დაწვეს. ძაღლი დაწვეს ცოცხლად. ანუ ჯერ მაგაზე არ გამცა, ჯერ ყურდღელმა ზავრაშვილმა მაგაზე ხმაც არ გაიღო. დღეს ხოთა შორის დავრეკე და ძალიან პირდაპირ მუქარით დავემუქრე. აქ უკვე არც დამალვა მინდა ამ თემის და არც არაფერი, უბრალოდ ეს კაცი არის ჩვეულებრივი ტირანი. ეს კაცი არ არის ადამიანი, ეს ადამიანთა ჯგუფს ის ნამდვილად არ მიეკუთვნება. საკუთარი თვალით როცა შესაძლებლობა მქონდა, ჩავდიოდი ხოლმე მის ეგრეთ წოდებულ თავშესაფარში. რო გაიგებდა ხოლმე, მე რო ჩავდიოდი ხოლმე, მაშინ იწყებდნენ დალაგებას, ხვეტვას, ყველაფერს, რომ აი არაფერი თქვათ ისეთი არ მეგონა, იყო იქ რაღაცები, რაზეც მე ყოველთვის მას შენიშვნებს ვაძლევდი. მისი ერთ-ერთი დაუძინებელი მტერი ვარ, იმიტომ რომ მისი დამსახურებით ძალიან ბევრი ძაღლი ლაგოდეხიდან გაქრა და ცოცხლად დაწვა. რო აღარაფერი თქვა კუპატაზე და ეხლა ხავს დაკარგულ ჩემს ძაღლზე. მე დღეს მივეცი 24 საათი ვადა.
თუ იმ ძაღლს არ დამიბრუნებდა. აი არ ვიცი, მე უბრალოდ ხა მართლა არ ვიმყოფები ახლა საქართველოში უბრალოდ და მთელი ჩემი სურვილი არის რომ ხა მანდ ვიყო. მთელი გულით და სულით, მაგრამ იცოდეთ რომ თქვენს გვერდში ვარ ხა. მე ქართბალტონი მარინას ლაივებს ყოველთვის თვალყურს ვადევნებ, ყოველთვის ვისმენ და ყოველას თან ისეთი კარგი და ნორმალური ურთიერთობა მაქვს ყველა ცხოველთ მოყვარულთან და ცხოველ დამცველთან, იმიტომ რომ ჩვენ გვაერთიანებს რა, ელემენტარული მათი ბედი, მათი როგორ იქნებიან, რანაირად იქნებიან და უბრალოდ მე არ ვიცი კიდე რა შეიძლება ამ ადამიანს, რა გზით შეიძლება რომ კიდე მეუდგეთ, რომ არ ვიცი უკვე ჩემამდე მართლა არ დადის, იმიტომ რომ საერთოდ ეს ადამიანი უნდა გაქრეს, არც უნდა ფიგურირებდეს საერთოდ და მაქ სფეროს პირველ რიგში ეგ უნდა ჩამოშორდეს. ეგ ადამიანი საერთოდ არ უნდა არსებობდეს მან და კარგი იქნება თუ ეგ ინტერმუნიციპალური თავშესაფარი საერთოდ დაიხურება რა, იმიტომ რომ მაგ ის ქონას აზრი არ აქვს იქ. დამერწმუნეთ რა. აი თქვენ პირადად ესა როდის გაიგეთ აი ეს ამბავი რომ თემურ ზავრაშვილი იყო მანიაკი და რომ ცოცხლად წვავდა ზაღლებს ასე. შარშან. ანუ ერთი წელია რაც იცით ეს ამბავი. კი. მანამდე მე ასე თუ ისე მქონდა ხოლმე შეხება, იმიტომ რომ სტერილიზაცია, კასტრაციას მოგეხსენება რომ ჩვენ ახლა ლაგოდეხის უღელტეხილის ზაღლებს ხშირად უკეთებდით ხოლმე და აქედან გამომდინარე ხშირად ვიძახებდი მათ ბრიგადას, იმიტომ რომ მე ლაგოდეხში ვცხოვრობდი ქვემო მსხალგორში და იმ ტერიტორიიდან გამომდინარე ლაგოდეხის უღელტეხილის ზაღლებს, ბაისუბნის ზაღლებს, სხვადასხვა ლოკაციების ზაღლებს ხშირად ვაგზავნიდით ხოლმე ბრიგადებით, ვასტერილებდით, მაგრამ უკან მოყვავდა ჩვენი მანქნით თუ არა მათ ბრიგადას მოყავდა, არ ტოვებდით ჩვენ დაჟე არც ტოვებდით 3 დღე და 4 დღე. მე ესე ვიყავი მოლაპარაკებო, თუ აწყობდა, მე მაგას ცოტა უტევდი, მე მაგას არ ვპატიობდი ბევრ რაღაცებს რა. მე ჩემი გამოხტომები მქონდა და არც შევარჩენდი მაგას. მე არ ვეფერებოდი მაგ ადამიანს და არც ვეფერებოდი, მაგრამ ძალიან კარგად იცოდა ჩემი დამოკიდებულება მის მიმართ. ახლა არიან ისეთი ადამიანები, ვინც მაგას ბოდიში და ევაზელინებიან რა. არიან ეგეთი ადამიანები, აუ ზავრაშვილი რო არა და ზუსტად ზავრაშვილი რაც ზავრაშვილმა მათ ფეხი შეადგა, ზუსტად მაქედან დაიწყო ყველაზე დიდი უბედურება, თორემ ლაგოდეხში ჩვენ მერის რა თქმა უნდა თანხმობით ჩამოყავდა მეჰიუს პროგრამა. და ჩვენ მეჰიუთი ვასტერილებდით ხოლმე და პატასი უდიდესი მადლობელი ვარ და ის ადამიანებმა ძალიან დიდი პატივი ქცეს ლაგოდეხის რეგიონს და ძალიან ბევრი ძაღლებიც გაგვისტერლეს, მაგრამ რაც ეგ ადამიანი მან აღმოცენდა და რაც ეგ ინტერმუნიციპალური თავშესაფარი გაკეთდა, დამიჯერეთ უარესობისკენ წავიდა ყველაფერი. უარესობისკენ, უკეთესობისკენ არა, უარესობისკენ. კიდე იყო ესეთი შემთხვევა, როდესაც ჩემი ძაღლი, რომელიც უღელტეხიდან გავატანეთ, მე რა თქმა უნდა ზღაპრები მოიგონეს, გადასვეს სულ სხვა ლოკაციაზე და ой საუცრება თბილისში მოგვიწია წამოსვლა, ისე ერთ-ერთი ძაღლი გაგვხვდა ცუდად და უკან დაბრუნების პირას არის ესეთი სოფელი თოხლიაური, არ ვიცი გაგებული გაქვთ თუ არა. ზუსტად ეგ ჩვენი ძაღლი ნახეთ გადმოგდებული თოხლი, აი იმ ჩვენი ლოკაციის ძაღლი ჩამოგდებული ყავდათ საიდან სად, ხო? არაფერი მაგაზე ზღაპრები დაიწყო, მე მიუვარდი იქ, ერთი ამბები მქონდა, კონცერტები მქონდა, მაგაცდა მე არასდროს არ მქონია თბილი და კარგი დამოკიდებულება. მე ყოველთვის ვიყავი მაგ ადამიანთან სკანდალით. ყოველთვის. ანუ ესა შენ ფიქრობ რომ ეს ზავრაშვილმა გააკეთა და მოკლა ჯერ და შემდეგ დააგდო იქ სადაც ნახეთ? ყველა ლოკაციის ზაღლები ნახეთ რა ხდებოდა უღელტეხილის ზაღლები, როდესაც ლაგოდეხის უღელტეხილზე იყვნენ ზაღლები, შემდეგ ეს ზაღლები ან აღმოჩნდებოდნენ ბარჯის ხევში, ან აღმოჩნდებოდნენ სადმე სხვადასხვა გურჯაანში, სულ სხვადასხვა ლოკაციებზე უშვებდნენ. წარმოიდგინეთ და შაქრიანი არის, კიდევ ერთი სოფელი არის შაქრიანი. აი მაგ ზაღლებს მთელი წლები მართლა მე ვაქცევდი, აი ამას ხმამაღალი პასუხისგებლობით ვიძახი. მე ვაქცევდი მთელი გულის ყურით მაგ ზაღლებს ყურად. მე კი გამომიყრენ ვიღაცები რომ არიქა მე დავდიოდი მე ვაქცევდი, მაგრამ მე ეს ადამიანები საერთოდ არ მინახავს იმ ტერიტორიებზე. ის ადამიანები არიან დღესდღეობით კიდე ზავრაშვილს რომ ნამუსწმინდავენ და ზავრაშვილი რომ კეთილი მსურველი და კარგი ადამიანი გონიათ და მე ნამდვილად ესე არ მიმაჩნია. ზავრაშვილს ძალიან ბევრი ცუდი რამ აქვს გაკეთებული და ეგ ადამიანი საერთოდ უნდა ამოიძირკოს ამ სფეროდ. საერთოდ მაგ ტერიტორიაზეც არ უნდა ჭაჭანებდეს ეგ ადამიანი. არამც თუ იყოს მაგის დირექტორი და უფროსი და წარმომადგენელი და თუ დაკეტავენ მაგ ინტერმუნიციპალურ თავშესაფარს, ეს იქნება ყველაზე კარგი. იმიტომ რომ მაგის გახსნით არაფერი
სასიკეთო იქ არ შეცვლილა. დამიჯერე კახეთის რეგიონში არაფერი სასიკეთო არ არის შეცვლილი. დღესდღეობითაც უღელტეხილზე უარესი მდგომარეობაა და კიდე უარესი მდგომარეობა იქნება სულ. არ გაჩერდება ეს სიტუაცია, იმიტომ რომ ზავრაშვილია. და სხვათა შორის ძალიან შიდა სისტემიდან გამოჟონა ამ ყველაფერმა, რომ ზუსტად ამ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობებისგან იყო ბრძანებები გაცემული, რომ აეყვანათ ეს ძაღლები და ცოცხლად დაეწვათ. მოესწროთ ტერიტორიიდან ძაღლები რა. აი ესეთ ალტერნატიულ რატომღაც გზას მიმართეს რა. ჩვენ და საუბედუროთ. ღმერთო ეს რებს ვიგებ ღმერთო. აი ეს არის კონსტანტინე და რა ვიცი. მე ხა ამომივარდა თქვენი ლაივი აუცილებლად უნდა ჩავდივარ თქვენთან ერთად მესაუბრა. მე სოლიდარობა და დიდი პატივისცემა ხალბატონ მარინას. მე ძალიან დიდ პატივს ვცემ და ერთ-ერთი მებრძოლი ძალა არის კიდე რომელიც გვიდგას ყოველთვის ჩვენ გვერდით და რა ვიცი იმედია რაღაცა სასიკეთოდ შეიძლება. მე პირდაპირ მუქარით დღეს დავრეკე. ანუ მე არ მაინტერესებს უკვე მაგ ადამიანის არც ბოდვა, არც ზღაპრების მოგონება. თუ არ გააკეთებს ისე როგორც საჭირო არის, მე სხვანაირ ხერხს მიმართავ. აღარც პოლიციას დაველოდები და აღარც არაფერს. ანუ მე მაქვს მაგ ადამიანთან პირადი ანგარიშწორებები. მაქვს იმის საფუძველი მე მას ესე მიუდგე. დამიჯერეთ რა. ეგ არის არა ადამიანი, ჩვეულებრივი. ყვლელი. უფრო სატანა. კი, სატანა უფრო უკეთესი სახელწოდება იქნება მისთვის. მანაც უნდა გამოცადოს ის რასაც ცხოველებს უშობა თავიანთ თავზე და მე მიხვდება რას ნიშნავს ეს ყველაფერი. ანუ ხალხი დებილი არ არის, ხალხი ბრმა არ არის. შეიძლება ერთმა ადამიანმა მოიტყუოს, მაგრამ როდესაც ამდენი ადამიანი უკვე ერთ და იგივე სიძახის, აქ უკვე ძალიან რთულ რაღაცასთან გვაქვს საქმე და ამას აუცილებლად სჭირდება მეხედვა. აუცილებლად. რა ჩემი სიტყვა მინდოდა რომ მე თქვა აუცილებლად კონსტანტინე და ბოდიშით რომ ესე შემოგეჭერით. პირიქით ეს არა პირიქით ეს ლაივი იმიტომ გავაკეთე რომ ამ თემასთან დაკავშირებით ვისაც სურვილი ქონოდა ეკნებოდა ჩამერთო და დაეფიქსირებინა თავისი აზრი ჩემს პირდაპირ ეთერში. ეხლა კიდე 6 აპრილს 11 საათზე გავდივართ გურჯაანში. ზავრაშვილის საცხოვრებელ სახლთან გვექნება აქცია, სადაც გაშუქდება ყველაფერი, ყველა მიმდინარე მოვლენა ჩემს Facebook-ზე, ჩემს პროფილზე პირდაპირ ეთერის მეშვეობით. და მისი შვილი, რომელსაც პრეტენზია აქვს რომ იყოს ვეტერინარი, შეიძლება რომ მამამისის მარჯვენა ხელი იყოს ვეტერინარი, ეს ჩემს იმაში არ ჯდება რეალურად. მისი შვილი რანაირად შეიძლება იყოს ვეტერინარი, მართლა ვერ ხვდები, როდესაც ორი მამაშვილი ჩვეულებრივ მკვლელები არიან, ანუ მე მგონი მასაც სამომავლოდ კვალიფიცირება არ უნდა მისცენ ამ სფეროში. ზუსტად. ამ საქმის გამოძიებაში შინაგან საქმეთა სამინისტრო და კახეთის პოლიციის დეპარტამენტი და იმედია რამე ზომებს მაინც მიიღებს პოლიცია. იმედი მაქვს, მეც მაგის იმედი მაქვს თუ არა და მე უკვე აღარაფერზე მე ჩემ თავზე მართლა აღარ ვაგებ პასუხს, იმიტომ რომ ამ ადამიანმა საკმარისად ბევრჯერ გამამწარა, საკმარისად ბევრჯერ, აი ძალიან ბევრჯერ თან და რასაც დავუკვირდი ალბათ საბოლოოდ დაუსრულებ მაგ ადამიანს. და რაღაცნაირად კიდე თავს ვიკავებ. კარგი დედა, დიდი მადლობა ჩართვისთვის. მადლობა პირიქით კონსტანტინე, გაიხარე ჩემო კარგო და რა მშვიდობიანი დღე ყველას და თქვენი იმედი მაქვს და რა ვიცი, ყველანი ერთად გავერთიანდებით და ყველანი ერთად დავდგებით, რომ ეს ადამიანი საერთოდ გავაკროთ ამ სფეროდანაც და იმედი მაქვს, რომ ინტერმუნიციპალურ თავშესაფარს გურჯაანში დავკეტავთ და უფრო სხვანაირად გზა მოხდეს მისი გაკეთება და სხვა ადამიანი ედგეს სხვა სათავეში და არა ეს ტირანი რა. ნამდვილად. ძალიან დიდი მადლობა წესაშენი აზრის გამოხატვისთვის და ფიქსირებისთვის, ლაივში ჩართვისთვის და რა უნდა გისურვო გარდა იმისა, რომ ღმერთმა დაგლოცოს, გაგახაროს და უფლის კალთა გფარავდეს და რა ვიცი რა, გავძლიერებულიყავით და გავერთიანებულიყავით. ნამდვილად ასევე კონსტანტინე ჩემო კარგო, მშვიდობიან დღეს გისურვებთ და დროებით კარგად ზამდებოდეთ თქვენს გორჩი. დროებით მადლობა ჩართვისთვის.